მოგესალმებით. გილოცავთ დღევანდელ გამოფენას, შესანიშნავი ნამუშევრებიან, როგორც ყოველთვის ბოლოდის აჭარბებს თქვენი ნამუშევრების ხილვა ყოველთვის და თქვენ თავად რისი თქმაც გსურთ თქვენ გამოფენასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მიესალმებით თბილისს და ასე ლამაზად და სასიამოვნო ჩატარდა ეს გამოფენა ზუსტად ამ დასახელების და ამ თემატიკის დამსახურება ალბათ სიჩუმის ხმები, ასე ქვია ჩემს გამოფენას, რომელიც ეძღვნება ხევსურეთს, მიტოვებულ ხევსურეთს. ყველა მიცის მაღალმთიანი ადგილი და კუთხეა და არის თითქმის მიტოვებული, დატოვებული უმეტესად სტუმრად ჩადის ხალხი და იქ იმალება ძალიან დიდი კულტურა, ძალიან დიდი ნიჭი, სილამაზე და ეს საუკუნეებს ითვლის. დღეს უკვე მივიწყებას მიეცა და ის წარსულის გადმონაშთები დღევანდელ რეალობაში მინდოდა გადმომეცა წარსულის ანაბეჭდები ჩვენს ცხოვრებაში და მიუძღვენი ხევსურეთს. ძალიან კარგი. ზოგადად თქვენი ნამუშევრების საერთს ცოტა ტექნიკაზეც რო ვთქვათ. დიახ, ტექნიკა და ფერთა გამა არის ალბათ რაც გამოარჩევს ჩემს ნამუშევრებს. ეს არის მასტეხინის ტექნიკა, მე ვმუშაობ, ყველა ჩემი ნამუშევარი არის მასტეხინით შესრულებული და ასევე ფერთა გამა. მე მიყვარს შედგენილი ფერები, არ ვხმარობ პალიტრაზე მოცემულ სუფთა ფერებს. ყოველთვის მე თვითონ პოულობ, მე თვითონ ვეძებ, მე თვითონ ვადგენ და მიყვარს ქართული ფერები. მუქი, ცოტა ისეთი მშვიდი ტონალობები და რაც ეთყობა ჩემს ნამუშევრებს. მადლობთ, შესანიშნავი გამოფენა არის და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ. ანატოლის აკლდამოზე ყველა მიცის საშალი ჭირიანობა ხევსურეთში ამ აკლდამებში
იგებდნენ ბინას მომაკვდავი და დაავადებული ადამიანები ცოცხლად იმარხებოდნენ და ეს აკლდამები დღესაც არსებობს ხევსურეთში. გადმოეცი ანატორის აკლდამის საკმელი. ამ ნახატს ქვია ფიქრთა ჰორიზონტზე, რომელშიც გადმოცემულია მთის ქალბატონი, რომელსაც უკვე მოხუცია და მის მოძრაობაში, მხრებში და პოზაში იკითხება დიდი სევდა, წარსულზე ფიქრი, მონატრება და რაღაცა ჰორიზონტს თითქოს გაჰყურებს წარსულს, ცხოვრებას. რაღაცნაირად სევდიანათაც შეიძლება ამაყასაც, მაგრამ ეს ცხოვრების რაღაცა ეს რეალური პერსონაჟია თუ წარმოსახველი? წარმოსახველი არის გაკეთებული. წარმოსახველი ძალიან სიმბოლური არის და ემოცია იგრძნობა, რომ აი ავტორი რო აღწევს მაინც სხვანაირად ხედავს. აი რაღაც დაღლილი მხრები და ბევრ რამეს რომ მოიცავს მისი ფიქრები, ფერმის განვითარებას. ბეჭედი შემონახული აქვს ცხოვრების ბოლომდე ხელზეპეცე.